მოგესალმებით, მე ნათია შაი. ეს არის ახალი ბედის მატრიცა მომართა კონკრეტულმა ადამიანმა და ეს იქნება პირველი ნაწილი, სადაც მინდა განვიხილო ამ ადამიანის რესურსი, მისი შინაგანი კომფორტის ზონა, ვინ არის ის სულიერად ის ღვთიური ნაპერწკალი, რომელსაც ვამბობ ხოლმე სულ, ვინ არის შიგნით სინამდვილეში. და როგორია მისი ანგელოზი, მისი ფარველი ანგელოზი და მისი ურთიერთობა სამყაროში ღმერთთან და ციურ ენერგიებთან. მაშინ დავიწყოთ იმით, თუ როგორია ეს ადამიანი, როგორი რესურსით დაიბადა, როგორი არის მისი შინაგანი მხარის ის პოზიცია, ის ენერგია, ის ნაწილი, რომელიც შეუძლია რომ დაანახოს სხვებს, არ დაფაროს, არ დამალოს, არ არის ინტიმური მხარე, ანუ როგორ აღიქვავენ მას სხვები. აი ეს ყველაფერზე მინდა გითხრათ და ეს არის 19 ენერგია, რომელიც არის მზის ენერგია. საკმაოდ კარგი ენერგია არის, მართალია ვამბობ, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი ენერგია, მაგრამ სადღაც მაინც არსებობს, სადღაც რაღაცას აქვს უფრო მეტი ნათება, მეტი რესურსი და ეს არის 19 ენერგია, მზის ენერგია. როგორი არის ეს ადამიანი? არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს ადამიანი არის ჯერ ერთი ძალიან ენერგიული, ძალიან რესურსული, ძალიან პოზიტიური, ესე აღიქვავენ, ძალიან მოწყალე, დარწმუნებული ვარ, მას ხშირად მისი ახლობლები მიმართავენ სხვადასხვა რჩევისთვის, დახმარებისთვის, თანადგომისთვის, ამისი რესურსი აქვს მას. ძალიან უყვართ ადამიანებს მასთან ყოფნა, იმიტომ რომ ასხივებს რაღაცა ყვებავ ენერგიას, მზიურ ენერგიას, თბილ ენერგიას, მხიარულებას, დღესასწაულს, სიცოცხლის წყურვილს და ეს იგრძნობა. უნდა უყვარდეს ამ ადამიანს ბავშვები, ცხოველები. უნდა კონდეს ამისი რესურსი, ეს გამოკვეთილი არის და კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ მისი ეს განწყობა, მისი ეს სიკეთე, მისი ეს ქველმოქმედება ვრცელდება ყველაზე, აი ყველასთვის არის. ზოგადად მისკენ მიუტყვიან მოხუცებიც, პატარებიც, ბავშვებიც, იმიტომ რომ ეს არის ენერგია, რომელსაც სულ ვამბობ, რომ ვართადან ეხთა ვინადგა მზე სწორედ მოეფინების, ანუ მისი ეს მადლი, ეს ხიბლი, ეს წყალობა, ხო, ეს რაღაცა სამკურნალო, თითქოს გამკურნებელი ენერგია ყველასთან მიდის, ყველას ედება, ყველას ეფინება და ყველასთვის არის, არ არჩევს ეს ადამიანი რაღაც სოციალური ფენით ადამიანებს, ასაკის მიხედვით, გარეგნობით, ჯანმრთელობით, სტატუსებით და ასე შემდეგ. არა, ზოგადად ჩანს, რომ არის ძალიან კეთილი ადამიანი, კეთილგანწყობილი ადამიანი და აი ეს მაცოცხლებელი ენერგია ემეტება ყველასთვის. აქვს ამის რესურსი. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქვს ამ ადამიანს ამის რესურსი. ეს ენერგია მას გადმოეცა საჩუქრად, მოდი ესე ვიტყვი, ბებიებისგან. ბებიებისგან, როგორც დედის მხარეს, ისევე მამის მხარეს ბებიებისგან. მან მისი დაბადებისას აერჩია ზუსტად ისეთი გვარი, ისეთი საგვარეულო, სადაც ქალები ფლობდნენ ამ ენერგიას და წამოიღო ნამდვილად საჩუქარია ეს ბებოებისგან, მადლობა მათ ამ რესურსისთვის. კიდე რა მინდა ვთქვა, ამ ქალბატონს აქვს ქალის ბედის მატრიცა, მინდა რომ გაითვალისწინოს ეს რესურსი არ არის მარტო ის, რომ შინაგანი ძალა, სხივი, რომლისკენაც როგორც მაგნიტისკენ ყველა მიიწევს, ყველა მიილტვის, არა ჩემო ძვირფასო, მე მინდა გითხრა, რომ თქვენ გაქვთ მილიონრების მატრიცა, მილიონრობის შესაძლებლობა და როდესაც ჩავწერ ნაწილს ფინანსებზე, იქ უფრო კარგად გამოგიკვეთავ, რა უნდა გააკეთო, რომ მიხვიდე ამ წარმატებამდე, ამ ფინანსურ ძალიან კეთილ დღეობამდე, ამის არაჩვეულებრივი მონაცემი გაქვს, აი სასწაული მონაცემი გაქვს და საცოდაობაა, რომ არ გამოიყენო ეს რესურსი, იმიტომ რომ ამას იმიტომ გაძლევს სამყარო და უფალი, რომ ეს შემდეგ
როგორც ქველმოქმედება, როგორც დამხმარე წყარო იმდენი გექნება, რომ გასცე ვისაც სჭირდება მათთვის. კიდე რა მინდა თქვა, რომ ძალიან მიაქციოთ ყურადღება. არაფრით არ შეიძლება თქვენთვის ცუდი, აი კატეგორიულად არ შეიძლება ცუდი განწყობა, პესიმიზმი, მოწყენა, უიმედობა, ფარხმალის დაყრა, ხრების ჩამოყრა, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მზეს უნდა ანათებდეს და კაშკაშებდეს. ეს ცხადია იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზეც და ფინანსურ სიტუაციაზეც აუცილებლად და კიდე მინდა გაითვალისწინოთ ერთი რა. აქედან გამომდინარე, რომ თქვენ გაქვთ ასეთი დიდი რესურსი, სიყვარულის, დახმარების, შესაძლებლობების, ხო? სიცოცხლე ენერგიის მიცემის, რაღაცა განკურნებადი ენერგიის ძალიან დიდი რესურსი გაქვთ, იმიტომ რომ სასწაულად დიდი სიყვარული შეგიძლიათ, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ამ სიყვარულით მოახრჩოთ თქვენი საყვარელი ადამიანი. ეს გააკონტროლეთ, ეს გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება მინუსი არის, აი რო იტყვიან, რომ საერთოდ ძალიან და მეტად ამის შემდეგ რა სიტყვაც არ უნდა ვთქვათ და წამოვიდეს უკვე ნეგატივია. თუნდაც ეს სიყვარულს ეხებოდეს. და ალბათ გაგიგიათ ხო, რომ აი მაგალითად დედას ისე უყვარს, რომ სიყვარულით ახრჩობს, ან შვილი ამბობს, რომ ისე უყვარდი, რომ დამახრჩვა თავის სიყვარულით, ან პარტნიორულ ურთიერთობაში, რომ აი დამახრჩვა სიყვარული და აღარ შემიძლია. ეს აკონტროლეთ, იმიტომ რომ ამ ენერგიის, ესე ვთქვათ, ერთ ადამიანისკენ მიმართვა უკვე მინუსში წაგიყვანთ, როგორც თქვენ, ისე სხვისთვის იქნება დამაზიანებელი. ასევე მე ვერ ვხედავ ამას, რომ გადავხედე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მაინც გქონდეთ ეს ინფორმაცია, რომ ასევე მინუსში წაგიყვანთ და დაგაზიანებთ თუ ამ ენერგიას მარტო თქვენ თავისადმი მიმართავთ. ანუ მეკითხარით და აუცილებლად გაგიწევთ კონსულტაციას, როგორ დაამუშავოთ თქვენი ფინანსური ენერგიები, იმიტომ რომ აი დიდი ოლიგარქის სასწაულად მილიარდელის ენერგია გაქვთ. ძალიან გამიხარდა ესეთი ადამიანი რომ აღმოვაჩინე და ეს რესურსი არ უნდა იყოს დახარჯული ეგოცენტრულად მარტო ჩემთვის ან მარტო ოჯახის წევრისთვის. ხვდებით ხო რას ვამბობ? სამყარო ამას გაძლევთ ამ შესაძლებლობას, რომ ზესავით გაშალოთ ყველას, მოეფინოთ ყველა კუნჭულს. ისე ვიტყვი ამ აფორმზე, ანუ ვართად ეხთავინათ გამ ზესწორედ მოეფინების ყველასთვის განურჩევლად იყოს ეს თქვენი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი. ეს უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად, ანუ ნომერ პირველი ისევ შევკრავ ამ ენერგიას, რომ არ შეიძლება პესიმიზმი მოწყენა, უიმედობა და ასე შემდეგ, მსგავსი უარყოფითი ემოციები არ შეიძლება თქვენი სიყვარულის სახელით დაახრჩოთ და მოახრჩოთ თქვენი საყვარელი ადამიანი, დაღალოთ, ეს აკონტროლეთ და თქვენ თვითონაც გამოიკვებებით, ნახეთ ენერგიით ბავშვებთან, ცხოველებთან ურთიერთობის დროს ეს იქნება, აი ბატარეას ავით ხო, გასცა იმუშავა და დაიტენა, მე ეს დატენის ენერგია იქნება თქვენთვის ურთიერთობა ბავშვებთან და ურთიერთობა ცხოველებთან. აუცილებელია, თქვენთვის აუცილებელია, აი სასწაულად გიყვარდეთ და გიზიდავდეთ ის საქმიანობა, ის რასაც აკეთებთ, უსიყვარულოდ არ უნდა მოკიდოთ არაფერს, არა მარტო პროფესიულ საქმეს ვგულისხმობ, არამედ ზოგადად ნებისმიერი რამე სიტყვაზე სახლის დამაგება თუ არ გინდათ და არ გადაყენებთ სიამოვნებას, გაჩერდით, ნუ და გააკეთებთ იმ წუთას თქვენ მხოლოდ სიყვარულით, სიკეთით, დიდი რესურსის ჩადებით და ცეცხლით უნდა აკეთოთ ეს საქმე და ეს არა მარტო საქმე, ყველაფერი, რასაც ხელს მოგკიდებთ. უნდა კაშკაშებდეს ამ დიდი ენერგიით. საინტერესო არის, აი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, რომ თუ თქვენ ესე აღგიქვავენ, ასე ვთქვათ, გარშემოყოფი ადამიანები, სამაგიეროდ შეგნით ხართ, როგორც მონაზონი, როგორც განდეგილი ადამიანი, რომელიც მიისწრაფი სიმყუდრობისკენ, ადამიანი, რომელიც მიწვის რაღაცა ჩაკეტილობისკენ, ხო? რატომ მოდის ეს და საიდან მოდის შემდეგ ნაწილში კიდევ უფრო ღრმად გავშლი ამ თემას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძირითადი მიზეზი ის არის, რომ თქვენ ბრძანდებით ძალიან უძველესი სული, ასე ვთქვათ, და თქვენ გაქვთ ძალიან უზარმაზარი
ცოდნამ, ბევრი რეინკარნაციებისგან დაგროვილი. ეს ასე ვთქვათ სიმძიმე ცოდნის ოღონდ პლუსში დადებით თათრო ვთქვათ სიმძიმე ცუდი გაგებით არა ხო ეს ასე ვთქვათ მოპოვებული ცოდნების სიბრძნეები არ გაძლევთ იმის უფლებას უბრალოდ აღარ გაინტერესებთ ზედაპირული ურთიერთობები ჰაჰაჰა ჰიჰიჰი ჭორაობა რაღაცა მსუბუქი გართობა მსუბუქი სიტუაციები თქვენ ძალიან ღრმა ადამიანი ხართ და ესეთი ზედაპირული სამეზობლო ჭორაობა თუ რაღაცა ესეთი ზედაპირული თემებით მძიმდებით არ გაინტერესებთ და თავს ძალიან ცუდად გრძნობთ ესეთ გარემოში. ასევე თავს ძალიან ცუდად გრძნობთ რეალურად ბევრ ხალხთან არ გიყვართ ეს, გიყვართ უფრო სიმყუდროვე, გიყვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენი შინაგანი სამყაროს თანაზიარები არიან, ესმით თქვენ მათი რაღაც საერთო ინტერესები გაქვთ, საერთო ის გაქვთ, რა ქვია თვალთახედვა, ხო, ესეთ ადამიანების გარემოში გიყვართ ძალიან ყოფნა. აუცილებელია თქვენთვის, აუცილებელი არის თქვენთვის, აი ხაზგასმით, სახლში სადაც ცხოვრობთ, თქვენი გარემო გქონდეთ, თქვენი მყუდრო ადგილი. თუნდაც ერთი პატარა კუთხე, მაგრამ ის იყოს თქვენი სული შესაფერისი, თქვენი ემოციების შესაფერისი, სადაც თქვენ დაისვენებთ. აუცილებელია თუ მრავალრიცხვიანი ოჯახია, გამოყოთ ხოლმე თუნდაც 5 წუთი, აი თქვენს ასე ვთქვათ სამყოფელში, სადაც რაც თქვი რომ გქონდეთ თქვენი მყუდრო გარემო, იქ დაისვენოთ ცოტა ხანს განმარტავდეთ თქვენ ეს ძალიან გჭირდებათ. ძალიან საინტერესოა თქვენთვის და იზიდავთ და ეძებთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ აი ხო თქვი რომ ძველი სული ხართ ძალიან დიდი ცოდნის მატარებელი, ვინც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ ცოდნას, ან თქვენ გაუზიარებთ ამ ცოდნას. ესეთ ადამიანებს ანუ სულიერ მოკავშირეებს ეძებთ და არა მაგალითად დროის გასატარებელ, რაღაცა გასამხიარულებელ, რაღაცა ესეთ პიროვნებებს და ადამიანებს არა თქვენ გაინტერესებთ ცოდნის გაღრმავება და საერთოდ მიმართულებას თქვენი ესეთი არის რომ აი ჩაუღრმავდეთ ნებისმიერ საკითხს ჩახვიდეთ ძირფესვიანად ხო ამიტომ გაინტერესებთ საკითხები რა აი დავუშვათ წაიკითხეთ რა მე ამ წაკითხulis იქით რომ ფიქრი სჭირდება ჩაღრმავება სჭირდება ანალიზი სჭირდება ფილმს ნახავთ ისეც რომელიც აი დააფიქრებს ადამიანს ანალიზი სჭირდება ისევ და ისევ რაღაცას მოგცემთ რაღაცაზე დაგაფიქრებთ აი მსუბუქი კომენტები არ არის ნამდვილად თქვენთვის და ასე შემდეგ ადამიანებშიც აი სიმძიმეს ანუ ამ სიღრმეს ეძებთ ყოველთვის როდესაც ურთიერთობთ მათთან და მესამე რაც მინდოდა მე თქვა. ხო, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გარეგნულად ესეთი მზემხიარული, ესე ვთქვა, ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ჩვენ ხართ, ესე აღიქვავენ და შეგნით კიდე აი ძალიან ისეთი ხართ რა ძალიან არჩევთ თქვენ სადარ ადამიანს. გასათვალისწინებელი არის ის, რომ ამ პარტნიორობაში არ გადავიდეს იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მეცხვდებით აშკარად მეც გრძნობთ ვიდრე ჩვეულებრივი მასის ადამიანი და ეს არ გქონდეთ ამ პარტნიორობაში არ გადავიდეს, რომ აი თქვენ ვიხართ, მე მესმის, თქვენ არ გესმით, მე რაღაცა შინაგანად დიდი ვარ, მე მაღალი სული ვარ, თქვენ რაღაც არარაობები, ესეთი შეგრძნებები მოდით ხოლმე ცხრიანს, თავის ბრალი არ არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ იმდენი ცოდნა არის დალექილი არაცნობიერში, რომ გასაგებია ერთის მხრივ, მაგრამ ეს უნდა აკონტროლოს, ცხადია, ეს უნდა აკონტროლოს. მეორე რაც არის გასათვალისწინებელი, რომ არასოდეს არ შეგეშინდეთ, რომ აი მე საკმარისი არ ვიცი, რომ გავცე ეს ცოდნა. ცხადია, ცოდნის გაცემას მისას ყოველთვის არჩევს, ეს არ არის ისეთი ცოდნის გამცემი, რაც ისეთი ინფორმაციას გასცემს, რაც ყველასთვის სასარგებლო არია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანებს სჭირდებათ ეს ინფორმაცია და ამის არ შეგეშინდეთ. პირიქით ეს დადებითად ამუშავებს თქვენს ენერგიას, თუ ამ ცოდნებს ამოიღებთ, გასცემთ, სხვათა შორის ძალიან კარგია ინტერნეტით ინფორმაციის გაცემაც თქვენთან, ან პატარა ჯგუფებთან თუ რაღაცა მსგავს აპირებთ, სასწავლო პროგრამის შექმნას, ან ზოგადად არჩიოთ აი ეს ადამიანებისაც სჭირდება თქვენი ცოდნა გამოცდილება და მათ გაუზიაროთ. ახლა კი რაც თქვი
როგორია მისი ანგელოზი, მისი ურთიერთობა სამყაროსთან, ღმერთთან, უფალთან. ეს არის დედის ენერგია, ეს არის დედამიწის ენერგია, ეს არის მიწის ენერგია. ეს ყველაფერი გვაძლევს და ამბობს იმას, რომ ეს არის ნაყოფიერების ენერგია, ეს აქციის ორსული დედოფალი, ანუ უნდა შობოს ნაყოფიერი, უნდა იყოს ხელმწიფეა, ხელგაშლილია, 19-იც როგორი აქვს ნახე რესურსი. მას სამყარო აჯილდოვებს იმით, რომ იყოს ასეთი შეძლოს, ყველასთვის იყოს დედა, ყველასთვის იყოს რაღაცა რესურსის ყველასთვის იყოს კეთილის მომტანი, იზრუნოს, როგორც დედამშვილებზე, გაამრავლოს, რასაც შეეხება, გაადიდოს, ნაყოფიერი გახადოს, ყველაფერი აბსოლუტურად, რასაც კი გააკეთებს და ვისაც ეს სჭირდება. როცა ამას გააკეთებს, ამ ენერგიებს ამუშავებს, ეს ადამიანი იგრძნობს პირდაპირ, აი ძალიან მნიშვნელოვნად და მკაფიოდ, როგორ უდგას მას მხარში ანგელოზი და როგორ ეხმარება. აუცილებელია ასევე, რომ თავის თავზეც იზრუნოს ამ ადამიანმა მარტო სხვებზე არა, ერთმნიშვნელოვნად ეს მნიშვნელოვანი არის და უნდა გააკეთოს თავის ჯანმრთელობაზე, სილამაზეზე, თავის სურვილებზე და ნუ სხვებზე რო ზრუნავს ჩანს და რო აკეთებს და თან აი ეს კეთილშობილება ნაყოფიერია და უფასდება სამყაროდან. ძალიან მზრუნველია და კიდევ ვიტყვი რა ამ ზრუნვაში ნუ დაახჩობთ ოღონდ თქვენს მიერ საყვარელ ადამიანებს. მხოლოდ ეს თხოვნა მექნება და რა შეიძლება კიდე ითქვას ამ ენერგიაზე ისეთი მნიშვნელოვანი რომ თქვენ იცოდეთ ისევ და ისევ იცოდეთ ეს რომ სამყარო მოგცათ თქვენ ეს ნახე გამოკვების ენერგია რომ გამოკვებოთ თქვენს ირგვლივ არსებული ადამიანების სიტუაციები გააჯამრთელოთ გამოაჯანსაღებოთ თითქოს დედის ფუნქცია გაქვთ აღებული სამყაროდან რომ იყოთ მზრუნველი თბილი ასე ვთქვათ ნაყოფიერი კეთილის მომცემი, კარგი რჩევა გასცეთ, მოუთრბოთ, მოუშუშოთ იარები, აი ყველაფერი რაღაცა მსგავსი მეძდასავით, დედასავით, აი მზრუნველი ძალიან და თან აი რო იტყვიან, რომ აი მაგალითად არის ხოლმე რომ აი ორი ადამიანი როა იყო და მიიყვანო და დაათესინო ხო ერთი ადამიანის ხელჩაგდებული მარცვალი ძალიან მრავლდება მოდის მეორე უნაყოფო აი თქვენ ნაყოფიერების მადლი გაქვთ სამყაროდან და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს როცა თქვენ ამას გააკეთებთ თქვენ იგრძნობთ ღმერთის სამყაროს თქვენი ანგელოზის ფარველობას და მხარდაჭერას და მათს ეს პირველი ნაწილი რაც მინდოდა მეთქვა გაგრძელება იქნება და სხვა დეტალებსაც განვიხილავ. რა თქმა უნდა, ვისაც სურჩებთან დაკავშირება ნათია შაისთან შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 592333507 აქტიურია ვიბერზეც WhatsApp-ზეც ან მომწეროთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. დაელოდეთ შემდეგ ნაწილს, რა თქმა უნდა, გამოიწეროთ არხი, გაგტყოთ ზარისგლა კი რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები. დროებით